Zadoar ჩვენ უკვე ბატონო მინდა რამდენი ხნით მიდის რა პერიოდით მიდის და რა მნიშვნელობა აქვს კიდევ ერთხელ რო გითხრათ 1 2 3 ჩვენ ხო გავა ვისია 800 აბა გამორთი შენი 800 მე 821 კარგი რამდენი რა პერიოდით მიდის სამშვიდობო მისიაში მოწერ რა მნიშვნელობა აქვს და რა სიახლე ხო არ არის ზოგადად ნებისმიერი ბატალიონი მიდის 6 თვიანი მისიით აქამდე ესე იყო და ეხლაც ესეა უბრალოდ აქ არის ერთი მომენტი ჩვენ ფორმალურად იმისათვის რომ იურიდიულად ყველა პროცედურა დავიცვათ მისიის ვადა არის წლის ბოლომდე მაგრამ ამასობაში იმედი გვაქვს რომ პარლამენტი მიიღებს გადაწყვეტილებას მისიის გაგრძელების თაობაზე ყველა პროცედურა დაწყებულია შესაბამისად წლის ბოლოდან გაგრძელდება კიდევ 6 თვით ამ ასეულის მისია ისევე როგორც დანარჩენი კონტინგენტის მისია მისია არის ძალიან მნიშვნელოვანი ძალიან არსებითი ზოგადად როგორც სტაბილურობის შენარჩუნებისთვის იმ რეგიონში ასევე ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის ჩვენი ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან ინტეგრაციის პროცესისთვის ასევე ჩვენი შეიარაღებული ძალების თავსებადობის ამაღლებისთვის და ზოგადად მომზადების და წვრთნის და აღჭურვის ხარისხის ამაღლებისთვის. ასე რომ მისია არის ძალიან მნიშვნელოვანი ეს ბიჭები ძალიან მაღალ დონეზე მოემზადნენ ყველა შეფასებით ძალიან მაღალი ქულები დაიმსახურეს ამიტომ ჩვენ იმედი გვაქვს რომ ყველაფერი იქნება კარგად მისიას თავს გაართმევენ დარწმუნებული ვარ მაღალ დონეზე შესაბამისად ველოდებით იმას რომ ჩვენი ქვეყნის სახელი და ჩვენი შეიარაღებული ძალების სახელი კიდევ ერთხელ გაჟღერდება და კიდევ ერთხელ დაფასდება. რა შეიძლება რატიფიცირების დოკუმენტის ხელმოწერას, რომელსაც სხვა მოეწერება ხელი, ამ მნიშვნელობა აქვს და როგორ ფიქრობ? ამდენ მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის. რომელ რატიფიცირებას ახლა? სტრასბურგში რომ მოეწერეს. არა, ძალიან მნიშვნელოვანი ასოცირების ხელშეკრულებას გულისხმობთ. უმნიშვნელოვანესია, იმიტომ რომ ეს არის, ასე ვთქვათ, კიდევ შემდეგი ნაბიჯი ჩვენი ევროპული ინტეგრაციის გზაზე და ძალიან მნიშვნელოვანია. ეს არის პრინციპში ჩვენი სტრატეგიული გზა, ჩვენი ამოცანა, ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებები და ინტეგრაციის პროცესი ეს არის ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული გზა. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია. ფერდობა. ერთი წამი მდგომარეობს და რა იქნება მოგახსენებთ დანაყოფი არის ერთ-ერთი საუკეთესო სადაზვერვო ასეული მეოთხე ბრიგადის რომელმაც გაიარა ფაქტურად 5 თვიანი მომზადება გერმანიაში შემდეგ ერთი თვე აქ საბოლოო დახვეწა საქართველოში გაიარა გამოცდილი მებრძოლები არიან თვითონ ჩვენი პარტნიორები ზაფხულობულები არიან იყვნენ მათი მზადყოფნით და მათი მომზადებით мотивация მაღალი აქვთ თვითონ რაიონში სადაც იქნებიან ესა ჩრდილოეთ ავღანეთის მაზარი-შარიფის რაიონი სადაც მათი ამოცანა იქნება სწრაფი რეაგირების ფუნქციის შესრულება. მადლობა. გაიხარეთ. გითხრათ დამატებით ამ მისიასთან დაკავშირებით კონკრეტულად თქვენი მომზადება სამხედრო მომზადების შესახებ თუ შეგიძლიათ დამატებით რამე გითხრათ? პირველ რიგში უნდა აღვნიშნო ის რომ ჩვენ ქვედანაყოფი ჩვენი ასეული 5 თვის განმავლობაში გადიოდა მომზადებას გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ამ მისიისათვის ამის და მიუხედავად ასეულში არის ამ მომენტისათვის უკვე ბევრი ჯარისკაცი რომელსაც გააჩნია გამოცდილება ავღანეთში, ერაყში, ასევე კოსოვოს მისიებში ძალიან დიდი გამოცდილება მივიღეთ ეხლაც გერმანიაში ძალიან დიდი გამოცდილება იქნება ჩვენი ქვედანაყოფისთვის ამ 6 თვის განმავლობაში მისიაში ყოფნა ავღანეთში და იმედია რა თქმა უნდა ჩვენი გამოცდილებას ჩამოვიტანთ და მთელ ბრიგადას გაუზიარებთ აქ უკვე ჩვენთან საქართველოში. თუ შეგიძლიათ აი გითხრათ თქვენი მისიაში მდგომარეობს კონკრეტულად ავღანეთში რისი შესრულება მოგიწევთ? ჩვენი ასეულს დაეკისრება სწრაფი რეაგირების ამოცანები მთლიანად კოალიციური ძალებისათვის ბაზა მარმალზე, რომელიც მდებარეობს ქალაქ მაზარი-შარიფის ახლოს, დაახლოებით 5 კილომეტრის დაშორებით და ძირითადად მოიცავს პატრულებს, საბრძოლო პატრულს და სწრაფი რეაგირებას, როგორც უკვე აღნიშნე კოალიციური ძალებისათვის. რა წარმოგვიდგინათ თქვენი თავი? მე ვარ დაზვერის ასეულის მეთაური მაიორი ვახტანგ ბეგოიძე. მადლობა. წარმატებებს გისურვებთ.